ამერიკული ოცნება. იდეა, რომელმაც მილიონობით ადამიანს დააჯერა, რომ აქ ყველაფერი შესაძლებელია. 10 წლების განმავლობაში სწორედ ამ იდეას ყიდდა ჰოლივუდი ეკრანებიდან. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა კამერა ითიშება? რა ხდება ქუჩებში, რომლებიც სცენარში არ ხვდება? ამ ვიდეოში ამერიკის 3 განსხვავებულ ქალაქს მოვივლით. ვნახავთ სან-ფრანცისკოს, რომელმაც სიყვარულის რევოლუცია მილიარდებზე გაცვალა. ლას-ვეგას, რომელიც სწრაფი გამდიდრების ილუზიით ცოცხლობს. და ლოს-ანჯელესს, სადაც გავიგებთ, როგორ იქნება ყველაზე ცნობილი ფილმები. და ამავდროულად ჩავხედავთ კულისებს, სადაც ამერიკული ოცნება ათასობით ადამიანისთვის საბოლოოდ დაინგრა. ეს არის ამერიკა ეკრანს მიღმა. ვიწყებ ჩვენ მოგზაურობას ამერიკაში. მოვედით ჩვენ სან-ფრანცისკოს სასტუმრომდე. Club Quarters არის ჩვენი სასტუმრო. ძალიან კაი ამინდი დაგვხვდა ჩვენი მოგზაურობა. აი აქედან უკვე ოფიციალურად დაიწყო. სან-ფრანცისკო კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი და კულტურულ-ეკონომიკური ცენტრია. ეს ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ლანდშაფტით, ციცაბო ქუჩებით, რომლებიც პირდაპირ ოკეანისკენ ეშვება. აქ შეხვდებით როგორც კლასიკურ ამერიკულ არქიტექტურას, ისე აზიურ, ლათინურ და ევროპულ გავლენებს. თუმცა სან-ფრანცისკოს რეალური მნიშვნელობა მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეში არ არის. ეს არის ადგილი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში. სწორედ აქედან დაიწყო ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელმაც შექმნა ის ციფრული რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. სან-ფრანცისკოში გატარებული პირველი დღე კი ქალაქის დათვალიერებით დავიწყეთ. ფეხით მოვივლით ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს, აქედან დავიწყებთ ახლა სადაც ჩვენ ვართ სასტუმრო Club Quarter-დან წავალთ ფეხით ჩაინათაუნისკენ. მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო დღე უნდა იყოს, წესი და რიგი. სან-ფრანცისკოს ქუჩებში სეირნობისა ძალიან ბევრგან წააწყდებით მსგავს პარკებს, სადაც ადამიანები არიან გამოსულები და ცხოვრებას ირგებენ რა სრული ამ შტოს მნიშვნელობით. ძეზე არიან წამოწოლილები, ეპიცხებიან, ისვენებენ, ფიქრობენ, ლანჩი აქვთ. ზოგადად ეს კულტურა ძალიან ასწორებს, იმიტომ რომ ადამიანები როგორც შინაგანად განისვენებენ და ისვენებენ, ასევე კომუნიკაციის ამბავშიც, რომ პირობითად მეგობრები მოხვალ, დასხნებით ისაუბრებ. ჩაინათაუნი კლასიკურად როგორც სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ამერიკაში, სტანდარტულად გამოიყურება. გარევაჭრობა, ბევრი ბოსტნეული, სუპები, წნიანები, ღორის ხორცი დაჭრილი, იხვები. სასეირნოდ მოგითხავ დიდად, აიმე განსაკუთრებულია სანახავი აქ რაღაც კონკრეტული ლოკაციის სანახავად მოხვიდე და არა, თუმცა ჩაინათაუნები ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით შოპინგის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება იპოვოთ, თუ გურმანი ხარ, ამე დააგემოვნო და თუნდაც მსგავს მაღაზიებში რაღაცები იყიდო. მოკლედ გამოსეირნება ღირს, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ინსტაგრამული ადგილია. სან-ფრანცისკოს ჩინური დიასპორა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აზიური წარმოშობისაა, ხოლო ჩინელები ამ ჯგუფში ყველაზე დიდ სეგმენტს წარმოადგენენ. ჩაინათაუნის შემდეგ ჩვენი მომდევნო გაჩერება Pier 39 იყო. Pier 39 არის ნავსაყუდელი, ერთგვარი, სადაც არის ატრაქციები, კაფეები, ბარები. განსაკუთრებით ეს მზიან ამინში ძალიან ლამაზი აქ სეირნობა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ყველაფერი ფერადია, ადამიანები სეირნობენ, ისვენებენ, შეგიძლია ლანჩი ან საღამოს ვახშამი გქონდეს, ლამაზი ხედები დატყვე, როგორ უხდება აქაურობას მზის სხივები არა? ეს ფერადი ვიწრო ქუჩები ნავსაყუდელთან, უამრავი საშოპინგო ადგილით, რესტორნით, საკმაოდ კაი გამოცდილებაა და ბევრი საინტერესო ნივთაც იპოვით, გემრიელად მიირთმევთ კიდევაც, ციულსაც დალევთ, სხვა კოქტეილებია, ნაყინებია, ატრაქციონებია ბავშვებისთვის, აი ეს საკულტო ცხენები და რაღაცეები, აი იქ არის ჩვენი ცნობილი ალკატრასის მძიმე რეჟიმის ყოფილი ციხე, რომელშიც ხვალ მივალთ და შეგინდა ვნახავთ რა და როგორ ხდებოდა. Pier 39 ცნობილია და სიმბოლოა აქაურობის, ზღვის ლომი. უამრავი არიან ამ ტერიტორიაზე. თუმცა ახლა კიდე ძალიან ცოტა არიან, აქ ადგილი არ არის ხოლმე, შემთხვევაში იმდენი არიან ხოლმე მოსული. რაც ხელა და სავარაუდოდ წყალში არიან და გადანაწილებული ჩრდილში და გრილ ადგილებში. ეს არის მეთევზეების ნავსაყუდელი. ცნობილი ძველი მეთევზეების ნავსაყუდელი, სადაც ეს ხალხი იყრიბებოდა, სათევზაოდ გადიოდა, ხა უფრო სიმბოლური ამბავი აქვს დატვირთვა აქაურობას, თუმცა ადრე ადგილი არ იყო აქ, იმდენი ნავი ეყენა ხოლმე და ძალიან ბევრი ადამიანის სასიცოცხლო გადარჩენის წყარო იყო აქაურობა. აქვე მდებარეობს რესტორანი, რომლის ინტერიერი, გარემო და რაც მთავარია მენიუც მთლიანად ამ ისტორიულ თემატიკას მიყვება. ამერიკულ სტეიკთან ერთად აქ დაგვხვდებათ ისეთი ზღვის პროდუქტები და ტრადიციული კერძები, როგორცაც წლების წინ მეზღვაურები მიირთმევდნენ. ამერიკულ პორციებზე ბევრი საუბარი აღარ უნდა, იმიტომ რომ დევის პორციებია. თევზიც უნდა გავსინჯოთ, მაგრამ სტეიკიც ეს არ არის. ეხლა მე ვთხარი medium well და მომიტანეს ველდანია. ჩვენ გააუბედურებინე, ხა იქნება ყოფილიყო medium well. მაგრამ მე მაინტერესებს ახლა რეალურად ეს როგორია. აუ ძალიან კაია. ლოფტერი და ჩემთან რა. სტეიკი არ ვარგოდა, მაგრამ გააუბედურებინე არა. ოყრე ხორცი არ ვარგოდა. სტეიკი კაია. მაგარია. აუ. ეს დავამპრიო ჯერ.
ესეც ანგარიში $103, ну $120-მდე გამოდის დაახლოებით ტიპიან ყველაფრიანად. რა, ჩვენი ლობსტერი სტეიკით, ერთ ჭიქა ღვინოთი და რაღაცა იყო კიდე არ მაქვს. რესტორნის შემდეგ კი ლომბარდ სტრიტისკენ წავედით, რომელიც მოიხსენიება როგორც მსოფლიოში ყველაზე მრუდე ქუჩა. თუმცა რეალურად მისი ეს უნიკალური ფორმა აუცილებლობამ შექმნა. სან-ფრანცისკოს ციცაბო რელიეფის გამო ამ მონაკვეთში მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო. რის გამოც ქუჩა სპეციალურად 8 მკვეთრი მოსახვევით დააგეგმარეს, რათა მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლებოდათ. ჩვენ კი აქ მისასვლელად სან-ფრანცისკოს კიდევ ერთი სიმბოლოს, ტრამვაის გამოყენება გადავწყვიტეთ. წინ ადგილებზე ისეთი სტაციაობაა, რომ მეგობრებო, მე არავისთან კონკურენციაში არ შემოვდივარ. მე უკან გადამიშვით, ანუ არ მინდა არაფერი, პრობლემა არა. ძალიან საინტერესო პროდუქტი აღმოვაჩინეთ კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მოგზაურობისა. დაღმართზე ჩვენს სან-ფრანცისკოს მზის გულზე შრება ჩვენი სუბლიმირებული პროდუქტი, უგემრიელესი მარწყვი და პირდაპირ ჩვენი ტრამვაითი დისტრიბუცია ხორციელდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. იმერი სუბლიმირებული მარწყვი. დააგაია. აუ, კიდე მომ. ვინც არ იცით რა არის სუბლიმირებული პროდუქტი, ეს ყილი შეგიძლიათ სანამ შეიძინონ. ევროპროდუქტი იმერი 20-20 ჯიზე კიდე საიდე და სხვა სპეციალისტი იქნება მაგრამ. არის გასინჯეთ, ძალიან კაია. ამ ტრამვაიზე არ დაჟე არის ეინო, დანაშაულია, იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო აქაურობის. ეს აღმართები და დაღმართები 1-2 უნდა აიარო, ჩაიარო. ჩვენ ახლა კონკრეტულად იმ ქუჩაზე არ ვართ, ეს არის კალიფორნია სტრიტ, რომელიც არის ეს საკულტო და ყველა ფოტოში და ვიდეოში რომელიც არის. სხვა ქუჩაზე დავდივარ, თუმცა ქუჩაზე აუცილებლად გავისეინებ. და თუ კი თქვენ საპირებთ მოგზაურობას და გსურთ რომ ყველაფერი თავად დაგეგმოთ, Travel5G გახდება თქვენი პერსონალური ტურისტული აგენტი ციფრულ სამყაროში. პორტალის საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი ავიაბილეთები, დაჯავშნოთ საუკეთესო სასტუმროები, უზრუნველყოთ კომფორტული ტრანსპორტირება და შეიძინოთ სხვადასხვა აქტივობისა თუ სანახაობის ბილეთები. Travel5G-ზე თქვენ სწრაფად და მარტივად იღებთ ყველა საჭირო ტურისტულ მომსახურებას ერთ სივრცეში. ლომბარდ სტრიტის ნახვის შემდეგ სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ადგილზე გადავინაცვლეთ, საიდანაც ამ ქალაქის მთავარ სიმბოლოზე, Golden Gate Bridge-ზე ულამაზესი ხედი იშლებოდა. ეს ხიდი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი ნაგებობა. ის ქალაქის იდენტობის, ისტორიის და ხასიათის განუყოფელი ნაწილია. მისი გამორჩეული ფერი, მასშტაბი და მდებარეობა ქმნის იმ უნიკალურ ვიზუალს, რომელიც მთელ მსოფლიოში სან-ფრანცისკოსთან ასოცირდება. ულამაზესი ხედის შემდეგ კიდევ ერთი მზიანი დღე გაგვიწენდა სან-ფრანცისკოში და დღევანდელ დღეს დავიწყებთ ლეგენდარული ალკატრასის ციხით. ამ კონკრეტული ექსკურსიის შეძენა ძალიან მარტივად შეგიძლიათ Travel5G-ზე, ჩვენ Travel5G-დან ერთ წამში შეგვიძლია. ალკატრასი პატარა კუნძულია სან-ფრანცისკოს ყურეში, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და უსაფრთხო ციხედ ითვლება. იგი ცივი წყლებითა და ძლიერი დინებებითაა გარშემორტყმული, რაც გაქცევას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. ამის გამო კი აქ ყველაზე საშიში და მაღალი რისკის მქონე პატიმრებს ათავსებდნენ. აქ სასჯელს იხდიდა ისეთი ცნობილი კრიმინალი, როგორიცაა ალ კაპონე. დღეს ალკატრასი მუზეუმად არის გადაქცეული და ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ტურისტულ ატრაქციადაც ითვლება. აი ამ ბორანით გადმოვედით დაახლოებით 15 წუთში. ნელ-ნელა უკვე გადავინაცვლებთ შიდა ნაწილში. ინსტრუქციას ყველაფერს ახლა გვეტყვიან და დავათვალიერებთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. ბავშვობაში იმდენი ფილმი მაქვს ნახე. ამ ციხის გარშემო იმდენი ამბავი იყო. ზოგი მოგონილი და ზოგიც მართალი, რომ ძალიან საინტერესო ადგილია. შემოვედით ციხეების სანახავად და საშინლად გამოიყურება აქაურობა. აი, ეს არის კამერა. ეს არის მთელი ერთი ადამიანის საცხოვრებელი სივრცე. თვითონ ციხეს რაც შეეხება. პრინციპში ესაც საშინლად გამოიყურება და ალბათ ამიტომაც იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და მძიმე დანაშაულის რეჟიმის ციხე. ამ პირობებით ავიცი უფრო გააბოროტებ ალბათ ადამიანს, აი აქ რო იცხოვრებ, არ ვიცი გამოსწორებული აქედან მაგასწორებ. არცერები გამოიყურება აი ასე. საშინლად გამოიყურება ეს კაცი. არის 4 პატარა კედელი, სადაც არაფერ ძირზი ხარ, სინათლე არ გაქვს, საშინლად გამოიყურება. ეხლა და მაშინაც ალბათ კიდევ უარესი. ახლა კი გამოვედით ეზოში, აი ამ ხედზე გამოდიოდნენ პატიმრები სასეირნოდ. ხედი უნდა აღვნიშნოთ, რომ საოცარი ქონდა, 360 გრადუსის პანორამა ქონდა, ძალიან სერიოზული ხედები. აი ეს იყო მათი სასეირნო სიმთავრეობდით, მაშინ მოწყობილი იქნებოდა სხვადასხვა ალბათ სკამები იყო, ან სავარჯიში იყო, ან რაღაც მსგავსი და აი ამ სივრცეში გამოდიოდნენ ხოლმე სასეირნოდ. ეს არის ყოფილი ბიბლიოთეკა, ზე გამოიყურებოდა, არჩევდნენ წიგნებს, ყავდა დრო. უამრავი ინდიელი იყო ალკატრასის ციხეში. ყველგან შეხვდებით ინიციალებს, მიმართვებს და გამოხატულებას, რომ ალკატრასი ამათი იყო. რა თქმა უნდა, არის სუვენირების მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ იქა, ისეთივე როგორიცაც პატიმრები სვავდნენ წყალს, პატარა და დიდი თეფშები, დაახლოებით ესეთი და უამრავი სხვა სუვენირი, კოზები ჰქონდათ. თუმცა ეს ბავშვი ძალიან დიდად წაიღებს, მაგრამ ჭიქა ოპტიმალური ვარიანტია. ყველაფერი, მაგრამ ერთს ვერ დაუკარგავ ამ ციხეს 360 გრადუსით აქვს საოცარი ხედები და ამ კონკრეტულ ადგილას ქალაქის პანორამას ხედი. ეს არის ქალაქის პანორამული ხედი, სერიოზული ხედები აქვს.
ყველა მხარეს. აბა, ქართველებო, ავწიოთ პაბეგი. ალკატრასიდან სამთლაზე ყიჟინით გავმივარ და ავწიეთ პაბეგი, ავწიეთ, დავაი ალკატრასიდან. ალკატრასიდან გაქცევა ახლა ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე 50 წლის წინ იქნებოდა. კუნძულიდან კი პირდაპირ ხელოვნების სასახლეში გადავინაცვლეთ. შემდეგ გაჩერება გვაქვს ხელოვნების სასახლეში და შემოსასვლელშივე ეტყობა, თუ რამდენად დიდებული და ლამაზია აქაურობა. ხელოვნების სასახლე სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მშვიდი სივრცეა. არქიტექტურა შთაგონებულია ძველი რომაული და ბერძნული სტილით. გიგანტური სვეტები, გუმბათი და სიმეტრიული დიზაინი ქმნის თავშეშტილებას, რომ თითქოს ისტორიულ ეპოქაში აღმოჩნდით. შეხედეთ, ეს სვეტები, ულამაზესი ტბა, შენობა ნაგებობები, სიწყნარე, განაშენიანება, ბუნება, თითოეულ დეტალში არის გამოხატული ის სილამაზე და ხარისხი და კლასი, რაც აქაურობის დიდებულებას სულამს ხალხს. ულამაზესია, განსაკუთრებით ძალიან გვიმართლებს ამინჩი და მზეში და ფერად მცენარეებში ერთიორად ლამაზდება აქაურობა. ეს არის ადგილი, რომელიც 1915 წელს აშენდა, კონკრეტული ადგილი ანტიკურ სტილში ააშენეს და აღნიშნავდნენ ამ კონკრეტულ ადგილას პანამის არხის გახსნას. აღნიშნავდნენ ასევე სან-ფრანცისკოს აღდგენას. 1905 წელს ძალიან დიდი მიწისძვრა იყო სან-ფრანცისკოში და დაინგრა ქალაქი თლიანად და მოახერხეს აღდგენა და შესაბამისად ამასაც აღნიშნავდნენ პანამის არხის გახსნასთან ერთად. 1960 წელს თავიდან მოხდა ამ ყველაფრის რესტავრაცია და გადაკეთება. თავიდან დროებითი მოხმარებისთვის იყო შექმნილი, რომ აღენიშნეს პანამას არხის გახსნა და საბოლოო ჯამში დატოვეს. იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ ეს ტბები, ეს ანტიკური არქიტექტურა, რომელიც შექმნეს, საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილია. განსაკუთრებით ინსტაგრამული ფოტოებისთვის საუკეთესო ადგილია. თვითონ ლამაზია და რეკომენდირებულია ჩვენ. ხელოვნების სასახლის შემდეგ კი გემრიელის საჭმლის დაგემოვნება გადავწყვიტეთ. სან-ფრანცისკოში მექსიკური გავლენები საკმაოდ დიდია, რაც კულინარიასაც ეტყობა. ამიტომაც მექსიკური სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეულია ამ ქალაქში. მოვედით შიერი ბიჭები. ადგილობრივი რისერჩი ჩავატარეთ კვლევა და ორი ადგილი იყო, სადაც საუკეთესო ბურიტოს აკეთებენ ხალხის უმრავლესობის აზრით. ერთი დღეს დაკეტილია და მეორე არის ეს კონკრეტული ადგილი. ავიღეთ ტაკოები, ქათმის და ღორის, ან საქონლის არ მახსოვს რომელი დღეს და ბურიტო. მოდი, აბა, ნახოთ ხერა ბიჭი. ოუ, ძალიან კაია, ბიჭო. ძალიან ბედნიერი ვარ რა, მაგრამ მევასება ჭამა. გემრიელი საჭმელი არის ბედნიერება რა. ეგრეა რა. აუ, მართლა ძალიან მაგარია, ხო. ბურიტომდე მე ჯერ ვერ მივედი, მაგრამ აი ესეთი გემრიელი ტაკო არსად არ გამისმენია. ქათმის, საქონლის ორივე ძალიან კაია. ამას ვეღარ გავუმკლავდები მთლიანად, მაგრამ პირველივე ნაკბეთში მივხვდი რომ რაღაცა ძალიან კაია. ხელოვნების ნიმუშია. ბევრი ბურიტო მიჭამია და რამდენიმე შემიძლია ძალიან გამოვარჩიო. ერთ-ერთი ესაა. დაო, მადლობა. გამოვედით იქიდან ელ ფაროლიტოდან, სადაც მივიდით ეს ჩვენი ბურიტოები და გვერდზე არის ქართული რესტორანი თურმე. ინკალი, ხალეულობა, ამბავი, სიყვარული, ვერაფერს ვეღარ დავიმატებ, თუმცა წარმატებები თქვენ, კაი საქმეს აკეთებ. არსებობს ქალაქები, რომლების დიდებას შენობებით იქმნიან. სან-ფრანცისკომ კი ისტორია იდეებით შეიქმნა. ამ ქალაქის კრეატიული ატმოსფეროს უკან საკმაოდ ქაოსური ისტორია დგას. 1960-70-იან წლებში ქალაქი ახალგაზრდული პროტესტის ეპიცენტრად იყო ქცეული. ეს იყო ჰიპების ეპოქა, როცა ადამიანები უარს ამბობდნენ სამსახურზე და მატერიალურ ფასეულობებზე. ამ დროს სიყვარული მოძრაობა იქცა, თავისუფლება კი ცხოვრების წესად. სან-ფრანცისკოში ჩნდებოდნენ ეპოქალური მომღერლები და აქედან ვრცელდებოდა მუსიკა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა. ამ ყველაფერსთან დაერთო ნარკოტიკული საშუალების LSD-ის პოპულარობა, რომელიც მაშინ ბევრისთვის გონების გაფართოების საშუალებად ითვლებოდა. მომატებული კრიმინალის გამო კი სახელმწიფო იძულებული გახდა ჩარეულიყო. 70-იან წლებში გამკაცდა ნარკოპოლიტიკა და შეიცვალა თვითონ საზოგადოებაც. და დღეს, როდესაც იგივე ქუჩებში დადიხარ, თულია დაიჯერო, რომ ოდესღაც აქაურობა ხელოვანების და თავისუფლების მაძიებლების დედაქალაქი. თითქოს ქალაქმა, რომელმაც სიყვარულის რევოლუცია დაიწყო, ნელ-ნელა საკუთარი სული ტექნოლოგიებში, მილიარდებში და ცათამბჯენებში გაცვალა. სწორედ ამიტომ ბევრი ამბობს, რომ ის სან-ფრანცისკო, რომელმაც მსოფლიოს შეცვალა, უკვე ისტორიას ეკუთვნის. ჩვენი მოგზაურობა კი მშვიდი ოკეანის სანაპიროდან პირდაპირ უდაბნოს შუაგულში, ლას-ვეგასში გაგრძელდა. ოღონდ კაია ვეგას ჩამოსვლა. ხანაირი გზნობა გეუფლება, იცი რომ კარგი არაფერი მოხდება, ბევრ რაღაცას გააფუჭებ, ყირაზე გადახვალ, ვერ დაიძინე, ყოველთვის საინტერესოა ვეგას. ლას-ვეგასი ხშირად მოიხსენიება როგორც გემბლინგის დედაქალაქი. ადგილი, სადაც თამაშის, რისკის და ადრენალინის კულტურა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. სათამაშო აპარატებს აქ ყველგან შეხვდებით. გამოდიხარ თუ არა ტრაპიდან და აი ეგრევე აპარატები პირდაპირ. ასაც დაინახა. ესე პირდაპირ ჯერ ბარგამდეც არ ვარ ფისულები და ეს არის სიტუაცია აეროპორტში. შეიძლება ვეგასში ჩამოფრინდე, აეროპორტიდან ვერ გახვიდე, ისე რომ ჯიბეში ფული დაიტოვო. დღეს ვეგასი ბევრად უფრო მასშტაბურია. კაზინოებთან ერთად აქ შეხვდები მსოფლიოში ყველაზე დიდ შოუებს, კონცერტებს, რესტორნებს და სასტუმროებს. თითოეული მათგანი ცდილობს, რომ სტუმარს დაუვიწყარი გამოცდილება მისცეს. მე-20 საუკუნის შუა წლებში, როცა აქ ლეგალურად დაუშვეს გემბლინგი, ლას-ვეგასი ძალიან სწრაფად გადაიქცა გართობის ცენტრად. ვეგასში სტუმრობის ჩვენი მთავარი მიზანიც კი სწორედ აქ გართობა იყო. აეროპორტის შემდეგ კი პირდაპირ სასტუმროში გამთავსდით. გორი სამეფო ოთახია აქ დვიჭებს. მოვედით ვეგასში, კენცოლო, ჩემი თავი, მოვედით. ჯერ დღეა არ უხდება დღე.
და დღის შუქი ლას-ვეგასი. ნამდვილი ვეგასული თავგადასავალი იწყება ეხლა. ჩამოვედით, დავჩეკინდით, დავალოდებით დაღამებას და აი შემდეგ უკვე დაიწყება ყველაზე საინტერესო. თამაში, გართობა, შოუები, სეირნობა და ყველაფერი ის, რაც შეიძლება რომ ვეგასმა მოგცეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რისთვისაც ვართ აქ ჩამოსულები, ზუსტად მივიღებ. დასვენების შემდეგ ჩვენი სასტუმროს დათვალიერების ჯერიც მოვიდა. ჩვენ ვართ ახლა რიო ჰოტელ ენ კაზინო. ეს არის ჰაიატის მმართველობის ქვეშ არსებული სასტუმრო. სადაც ყველაფერი ერთად არის დავმოყრილი. რიო ლას-ვეგასის კლასიკური სასტუმრო არ არის. ის გამორჩეულია თავისი ბრაზილიური თემატიკით, ფერადი დიზაინით და უფრო თავისუფალი, ნაკლებად ფორმალური ატმოსფეროთი. ეს ადგილი განსაკუთრებით ცნობილი თავისი შოუებითა და დასასვენებელი სივრცეებით გახდა. კაზინოს საუბარი არ მაქვს, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ვერ გაცდები ფიზიკურად კაზინოს. ბარში მიხვალ, წინ გაქვს აპარატები, რესტორანში მიხვალ, წინ გაქვს სლოტები, პაში მიხვალ, იქვე დაგატრიალებინებენ. არ გიტოვებენ შანსს, რომ შენ თამაშის გარდა რამე აკეთო. მოწევაც რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება, იმიტომ რომ არ მოგიწიოს გარეთ გასვლა, ანუ ეს სანატული კაზინოს ამბავია. ირაკლი, უნდა გააკოტრო აქავრობა, დაკეტონ კაზინოს, მაო. ტელეფონი უნდა წამოიღოთ, ბიჭებო, აბა თქვენი. დავაკოტრეთ კაზინო. კაზინოს შემდეგ კი გემრიელი საჭმლის დროც მოვიდა. მოვიგეთ ბიჭებმა კაზინოში და შემოვედით აგერ კორეულ სამზარეულოში, ავაგიზგიზეთ ჩვენი გრილი ალბათ. მოვიდა. ეხლა აი ამას, აი აქ შევწვალ. ერთი სული მაქვს ხა ამას ოდიში. შეხედე რა ლამაზია. შეხედე? ოპა! ჩემი საყვარელი პროდუქტია კიმჩი. გემრიელია, მაგრამ ჩემთვის ცოტა ტკბილია. ხანდარჭილი ხორცი ბარბეკიუზე, კიმჩი კორეული, შემწვარი ბრინჯი. კიმჩი, პორტუგალზე გამომწვარი ყველი, და კვერცხი. ეს ძალიან გემრიელია, აი ღრუბელი ვითაა. ყორის როგორია? ეს აიღებ. შემწვარს აკონის ხორცს, სხარეში ამოავლებ. ცოტა კიმჩის დაამატებ. გაგვიმარჯოს. ვეგასის ბოლომდე შეგრძნება სფეროში სტუმრობის გარშე შეუძლებელია. ის წარმოადგენს გიგანტურ მრგვალ კონსტრუქციას, რომელიც მთლიანად LED ეკრანებითაა დაფარული. სფერო ოფიციალურად 2023 წელს გაიხსნა და მალევე ვეგასის სავიზიტო ბარათიც გახდა. მის შიგნით არსებული ეკრანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაღალ რეზოლუციურია, ხოლო ხმის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თითოეულ მაყურებელს ინდივიდუალური აუდიო გამოცდილება აქვს. ამას ემატება ვიზუალური ეფექტები, მოძრაობა და სპეციალური ტექნოლოგიები, რაც რეალობის საზღვრებს ცდება. სფერომ სპორტის სამყაროშიც მოახერხა თავის დამკვიდრება. სწორედ გაიმართა UFC 306, სადაც მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. აქ პერიოდულად იმართება სხვადასხვა ტიპის ანიმაციური შოუ პროგრამები და ჩვენი ჯგუფიც სწორედ ერთ-ერთ მათგანს დაესწრო. იმედ გაცხრებული ვარ. ესეთი სისულელე სფეროში, რაც ახლა ვნახეთ, მე მგონი რა ვიცი, არ ეკადრებოდა არა ირაკლი. თქვი, რა გეხოცები. რაც ჩვენ 2 წლის წინ ვნახეთ. საშინელება რა. ვინც ეს შოუ დაამტკიცა, ძალიან მიქარა. ამ დღის სიურპრიზების სფეროდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა. გაგთხი ეს ბიჭო, ამაროთი აგიღეთ. რა დახებული მომეციო რა. ასკეთო. უნდა ტიპი. რაღაც ტიპი უნდა აჩქო. დღის ბოლოს კი ვეგასის ქუჩების დათვალიერება გადავწყვიტეთ. რა დროსაც შემთხვევით წავაწყდით მადამ ტუსოს მუზეუმს, რომელიც ლას-ვეგასში ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაციაა. ვინც არ იცით, მადამ ტუსოს მუზეუმი არის ცვილის ფიგურების მუზეუმი და ეს ცვილის ფიგურები არიან ცნობილი ადამიანები, მაგალითად პოსტ მალოუნი, რომელიც არის სუპერრეალური ტიპი, ანუ აი ისე დეტალებში არის, აი ძალიან დეტალიზირებული, აი მინიმალურადაც კი არის ყველაფერი აღწერილი და გათვლილი და გამოძერწილი. აი მაგალითად ჯონი დეპი, შეხედეთ, რავი ძმაო, წეგან თვალებში ჩამხედა. აი ნახე, გაჯაჯიც კი როგორი, ესეთია რა, რეალური. სიმაღლით, გაბარიტებით და ყველაფრით ემთხვევიან რეალურ ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს. აი მაგალითად დვეინ ჯონსონი აი ამ ხელაა, ჩემზე ამდენით მაღალია. როკ, აი მაგალითად რიანა. ნახე ეს კუსლებზე დგას. ძალიან რეალურია, აი სუპერრეალურია რიანა, შეხედე. ძალიან დიდია ზმაო. არ ზება ხელში კარგად. ჩაისო. ეს ძალიან საინტერესო ოთახია, აგერ ყავს მაილი თავისი ბურთით, რომლითაც ლეწავს და ანგრევს თო ოთახებს. შეგიძლია დაждე იგივე გამოსილებისთვის და გადაიღო ფოტო. так, ჩვენი ლეგენდარული ძმა. რა თქმა უნდა, ყველა მის სახელი, არავის არ ჭირდება ამის გამეორება. ამ დროს ბიჭები, რა საკეთე? წეგან ბომბარდიზე ვთქვი, რომ ყველაზე ლეგენდა ადამიანი არის მეთქი ამ ოთახში და უკან მიმაქვს სიტყვები. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არავინ არის აი ამ კაცზე დიდი. როგორც არტისტი, ეპოქალური იყო და ამაზე დიდი მაგ პერიოდში არავინ ყოფილა. დღეს ბიჭები ჰენგოვერს აწევას ვაპირებ და ვინ გაიჩიტა არასწორო კაცო შე. მეორე ძმა, სად არის მესამე? ბატონო ირაკლი, კაია? ვებხუსაც ხوار მოპარავდი. აქეთ ძველი კლასიკა მომღერლების, ჯაზი, ბლუზი, სინატრები და მთელი ამბები. დღესაც მაგრები ხართ მეგობრებო, რომ იცოდეთ. წეგან ვერ შევნიშნე ლეგენდა კაცი ფილმიდან კაზინო, რობერტ
დენირო. კრუპიეს ადგილას ვზიხარ თუ მიხდი. შემოვდივართ მარველის 4D სივრცეში. აქეთ გვაქვს სპაიდერმენი, კაპიტანი ამერიკა და ჰალკი. ღირებულება ხა აქ არის $27 და რა თქმა უნდა, უმარტივესად Travel Fights.gz-ზე, სადაც ექსკურსიების და სხვა ტიკეტების სექცია არის, იქიდან ზუსტად 2 წუთში შევიძინეთ, როგორც აქ, ისე სხვა ნებისმიერ ექსკურსიებზე, აქტივობებზე და ბილეთებზე, რაც საჭიროა, ყველაფერი Travel Fights პორტალზე არის. ერთ სივრცეში შესაბამისად შეგიძლიათ მარტივად შეხვიდეთ და დაჯავშნოთ აბსოლუტურად ყველა აქტივობა დედამიწაზე, სადაც რამე არის. რაც შეეხება მუზეუმის შექმნის ისტორიას. ეს არის ქალბატონი მარია. ქალბატონი მარია დაიბადა სტრასბურგში, საფრანგეთში და 70-იან წლებში ისწავლა ვაქსთან ურთიერთობა და დაიწყო მცვილის ფიგურების კეთება. გადავიდა საცხოვრებლად ინგლისში, მცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა და დადგა ცნობილი ადამიანების მცვილის ფიგურები. გადის აგერ 100 წელი თითქმის უკვე და მადამ ტუსოს მუზეუმი არის ერთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ატრაქცია. რა თქმა უნდა, მადამ ტუსოს მუზეუმი ესე არ მთავრდება არასოდეს და უამრავი რამ არის მათ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, ტანსაცმელი, სათამაშოები და მე ხავდგები და ბავშვებს რაღაცებს ვუკეთ. ისევე როგორც სხვა ადამიანები, რომლებიც აქ იწეწებიან. მუზეუმიდან გამოსულებმა კვლავ სეირნობა გავაგრძელეთ. აი ვეგას რა კაი რა. არსად რო არ იყო ნამყოფი. ხოდი ხარ ეიფელს ნახულობ იქით პარიზიანში. აგერ არის კოლიზეუმი. მე აგრძელებ სიარულს და მიდიხარ და იქით ხარ ეს არის ტრევის ფონტანი. მე მიდიხარ ვენეციანში და გონდოლათი გაისეირნებ და კიდე 1000 მსგავსი რამ, რაც შეგიძლია ერთ წლიან ქალაქში, პატარა ქალაქში ერთი ჩასეირნებით გამოცადო. ქალაქი არის აშენებული იმისათვის, რომ კონკრეტულად ყველაზე ჰაი ტიკეტები რაც არის, ყველაზე კარგად რაშიც იხარჯება ფული მარტო ეგ გაკეთდეს. კაზინო, დრაგები, ქალები, შოუები, რესტორნები მორჩა. მოდიხარ და ყველაფერი გარშემო მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული, რაც შეიძლება მეტი ფული რო დახარჯო. შესაბამისად, იდეალურად მარტივად ხარჯავ ამ ქალაქში ფულს. ვეგაში ეიფელის კოშკის და კოლიზეუმის გარდა ვენეციის მონახულებაც არის შესაძლებელი. ამისთვის კი მხოლოდ სასტუმრო ვენეციანში მოხვედრა საჭირო. შემოვედი სასტუმრო ვენეციაში. ეს არის ერთ-ერთი საკრალური, ლეგენდარული და ცნობილი სასტუმრო ლას ვეგასში. სასტუმრო მთლიანად არის აშენებული ვენეციის სტილში, ცაცკი აქვს, გარედანაც, შიგნიდანაც ხიდები, რესტორნები, დეკორი, მაქსიმალურად არის მსგავსებული თვითონ ქალაქ ვენეცია. და რაც მთავარია, ნამდვილი ვენეციური გამოცდილება გონდოლაზე. ეს გონდოლა არ არის ბერგარო შეხვედრია, ყატარებში რაღაცეებში. ეს ის არის რაც უნდა იყოს. ამ კონკრეტულ სასტუმროში სულ რომ არ ცხოვრობდეთ, აუცილებლად უნდა შემოხვიდეთ, იმიტომ რომ ყველაფერს იპოვით იმას, რაც საჭირო იქნება ერთი სრული დღის გასატარებლად. და რა თქმა უნდა, კაზინოც აქვს ვენეციას. ეს ძალიან უადგილო იყო, იმიტომ რომ უზარმაზარი და ულამაზესი კაზინოა, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ყველას მოგებას გისურვებთ. თამაშზე მხოლოდ წვანეს ვიძლევი ვეგას როცა შეეხება საქმე. მაგან არც არ ითამაშოთ ხალხო, განსაკუთრებით სახში. სასტუმროში თვითონ შოპინგი შეგიძლიათ. უამრავი მაღაზია არის. არის ფორმულა 1-ის მაღაზია, სადაც ტანსაცმელი, სუვენირები, სათამაშოები ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ. აი ფასებით მარტივად რომ მიხვდეთ, აი ეს ფორმულა 1-ის სათამაშო ღირს მანქანა $100. აი ეს ღირს პატარა $40 და აი ეს პატარა რამხელა ეხლა ვიკანახებთ. აი ხელის გულზე ეტევა. ეს ღირს $40. და დადგა გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენის დროც, რომელსაც აი ეს სპონტანურად გამოვლენ მე, ანუ ადამიანი, რომელიც შემდეგ ვიდეოში ისო დაგიმრუდება ტურისტად არაჩვეულებრივი ვიდეოთი, ახლა კი დროა რომ გადავინაცვლოთ ტრადიციულად ლეპტოპთან, აუცილებლად უნდა მივუთითოთ რა თქმა უნდა უნიკალური ავტორები, ასევე ერთ-ერთი სწორი პასუხი და ვნახოთ ვინ გახდა გამარჯვებული. გადავამოწმოთ, მიიქცევა მოქცევა იყო კი ბატონო, ბალინელმა ადგილობრივმა კი ბატონო, ასევე რა და გერმანელების ჯგუფ შეუერთი. ლაშა ჩუბინიძე, გილოცავ, შენ გახდი გამარჯვებული და მოიგე ორკაციანი საგზური ევროპაში. შენ გაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ მოგწერო Travel Fights ოფიციალურ Facebook-ან, Instagram გვერდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი პრიზი გაუქმდება. ახლა კი მომდევნო გათამაშების დროც მოვიდა. წესები შეიცვალა. უკვე მეორედ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამარტივდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ვიდეოებზე ვერ ვიღებდით ყველაზე მთავარს, თქვენ შთაბეჭდილებებს, ანუ feedbacks და ვერ ვიგებდით რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ, რა უნდა შევცვალოთ ან პირიქით რა უნდა განვავითაროთ უფრო მეტად, გადავწყვიტეთ, რომ კითხვა-პასუხის ფორმატი გავაუქმოთ. ანუ ამერიდან თქვენ აღარ უნდა დააკოპიროთ სხვისი პასუხი და არ უნდა გაიმეოროთ კომენტარებში და უნდა დაწეროთ კომენტარის სახით თქვენი შთაბეჭდილებები. და ჩვენ იგივე პრინციპით, ანუ რენდომაიზერით ამოვარჩევთ თქვენ შორის გამარჯვებულს. ანუ რაც უფრო კარგ კომენტარს დაწერთ და რაც უფრო ბევრ საქებარ სიტყვას, ეს მოცემულობას არ შეცვლის. ერთი წესი კი უცვლელია, რომელიც იყო, არის და იქნება, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოწერილი Travel Fights ოფიციალური YouTube არხი. ანუ არხი, რომელზეც ახლა თქვენ ვიდეოს უყურებთ. თუ კი დაფიქსირდა და შემთხვევა, რომ თქვენ მოიგეთ საგზური, მოხვედით ჩვენთან პრიზის წასაღება და აღმოჩნდა, რომ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ავტომატურად გაუქმდება თქვენი პრიზი და მოგვიწევს გადათამაშება. ასე რომ
გისურვებთ წარმატებებს და ველით კომენტარებში თქვენ შთაბეჭდილებებს. ვეგაში ქალაქის ზომის სასტუმროები მრავლადაა, მათ შორის ყველაზე ცნობილი კი ბელაჯიოა, რომელიც 1998 წელს გაიხსნა. სასტუმრო და მისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის შოპინგ გალერეა, შთაგონებულია იტალიაში მდებარე კომოს ტბის სანაპირო ქალაქით, რომლის სახელიც ბელაჯიოა. ამის გამო კი მთელ კომპლექსში იგრძნობა ევროპული ელეგანტურობა და დახვეწილი სტილი. მის ასაშენებლად 1.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც 90-იან წლებში რეკორდულად ძვირ პროექტს და წარმოუდგენლად დიდ ინვესტიციას ნიშნავდა. ბელაჯიო ასევე ცნობილია მისი ბოტანიკური ბაღით. აქ შეხვდებით ათასობით ცოცხალ ყვავილსა და მცენარეს, გიგანტურ ქანდაკებებს, წყლის ელემენტებს და თემატურ დეკორაციებს. თითოეული დეტალი ხელით არის შექმნილი და სპეციალისტების მიერ დამუშავებული, რის გამოც ამ ადგილს არტისტულ ინსტალაციასაც კი ამსგავსებენ. ამ სასტუმრომ მთლიანობაში გააერთიანა ლუქს კლასის დასვენება, რეზორტული მაღალი კლასის კონცეფცია, 500 კლავიანი სერვისი, კაზინო და მოდა. ეხლა ვაპირებთ ბლეკჯეკის თამაშს. წავაგე მეგობრებო, 200 ნამდვილი მწვანე ამერიკული. აგერ ჩემს მამას იგივე გააკეთა. ბელაჯიოს კაზინოში წაგების შემდეგ კარგი ხასიათი მაინც შევინარჩუნეთ. თან იმდენად რომ ქუჩის მოცეკვავესაც კი შევეჭიბრეთ. დღის ბოლოს კი გორდონ რემსის ცნობილ რესტორანსაც ვესტუმრეთ. აგერ ნიკუშას აინტერესებს რა ბიჭია ჩვენი გორდონა. რეპუტაცია წინ უსწრებს. ვარ ძალიან გურმანი და ვიქნები ძალიან ობიექტური შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სასწაული მოვა რა. მოვიდა გორდონის შემოქმედება. ვის რა გაქვს აბა გააზრეთ? ეგ თები соуსის გარეშე და ცეზარი. ირაკლი ცეზარი გაქვს. გორი, კაი ერთი ცეზარი მიგე. ბურგერს ბიჭები შეჭამეთ. ოპა, მეცა ის უნდა გაგისინჯო. აი, მოკლედ, მე ნაჭამი ვიყავი და აქ ბურგერს ეხა ვეღარ გავკაჩავდი. თუმცა, შეუკვეთე ამათი დესერტი, რომელიც აი ეს გამოიყურება. გაფორმებულია გორდონის რაღაცა ბრენდირებული ამბით, და ნამცხვარიო და ნაყინი. მაგ გემრიელი არომატია და აბა ნახოთ ეხა როგორია თვითონ შიგნით. რასი ძახი ტკბილი არ მიყვარს. არც არასდროს არ ვჭამ, მაგრამ ძალიან მაგარია, ბიჭო. ნაყინი ძალიან გემრიელი ვანილის ნაყინია. აი თითქოს ნუშის ნამცხვარიც არის. საღოლ ძმაო, საღოლ. რეკომენდაცია კი არა, რომ მოხვათ ბურგერს არ გავარტყი, ესე ჭამეთ პირველი. 9 და 7 10. აი არის. ლას-ვეგასში ყოფნის ბოლო საღამო გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე ხმაურიან და ენერგიულ ნოტაზე კლუბ ომნიაში დაგვესრულებინა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ღამის კლუბი ლას-ვეგასში. კლუბის მთავარი ელემენტი მისი გიგანტური კინეტიკური ჭაღია, რომელიც მუსიკასთან ერთად მოძრაობს. ამ ადგილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ტერასაა, საიდანაც ლას-ვეგასის ღამის ხედები იშლება. ომნია უბრალოდ ღამის კლუბი არ არის. ეს არის შოუ, ტექნოლოგია და მუსიკა ერთ სივრცეში. ჩვენი სტუმრობის დროს კი ომნიაში უბრალო ღამე არ ყოფილა, რადგან მთავარ არტისტად სპეციალური მოწვევით მარტინ გარიქსი უკრავდა. ეს ადგილი ომნია. ეს ლას-ვეგასში. ყველაზე კაი ტიპია რა. უცილებლად დანახავია პარასკევს და შაბათს. ღირდა $76. ანუ ეს არის 200 ლარი. ეს ღირდა 120 გრამი. ანუ ჩვენ ეხა ეს ერთად გვაქვს 200 რაღაცა დოლარი. აგერ $300. ერთი $100 მოდით. $400 მივაჭახურე და 500 გაუმარჯოს. ჩვენი მოგზაურობა კი ლოს-ანჯელესში გრძელდება, ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება კინოინდუსტრიასთან. ამ ქალაქში მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანს შეხვდები. ეს არის უზარმაზარი, მრავალფეროვანი სამყარო, სადაც თითოეულ უბანს საკუთარი იდენტობა აქვს. სწორედ აქ მდებარეობს ჰოლივუდი, ადგილი, რომელმაც გლობალური გასართობი ინდუსტრია, ფილმები, სერიალები და ტოპ ვარსკვლავები შექმნა. ანუ ყველაფერი, რაც ეკრანზე გვინახავს. ცუდი ამინდის მიუხედავად ლოს-ანჯელესის დათვალიერება ვენის ბიჩიდან დავიწყეთ. ლოს-ანჯელესში აგერ უკვე მეორეჯერ ვარ 4 თვის განმავლობაში და ორჯერვე აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მე მtkveva ესეთი ბანძი ამინდი. რა თქმა უნდა არ გავიფუჭებ განწყობას და გაჩვენებთ ამ ულამაზეს ადგილს. მაინც მთელი თავის დიდებულებით. ვენის ბიჩ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქაოსურად ცოცხალი ადგილია, სადაც ზუსტად იგრძნობა კალიფორნიული ქუჩის კულტურა. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთში ირევა ოკეანე, პალმები, სკეიტერები, ქუჩის მუსიკოსები, არტისტები, ბოდიბილდერები და სრულიად განსხვავებული ადამიანები. ყველაზე ცნობილი ნაწილი ვენის ბროდვოლქია, სანაპიროს გასწვრივ მდებარე გრძელი ქუჩა. აქვეა ლეგენდარული სკეით პარკიც, რომელიც პირდაპირ ოკეანის პირას მდებარეობს. ცოტა მოშორებით კი მასლ ბიჩია. ღია დარბაზი, სადაც ოდესღაც არნოლდ შვარცენეგერი ვარჯიშობდა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში აქ იკრიბებოდნენ ბოდიბილდერები, ტანმოვარჯიშეები და სპორტსმენები, რომლებიც საკუთარ სხეულზე საჯაროდ მუშაობდნენ. და სწორედ აქედან დაიბადა ის კულტურა, რომელმაც მალე მთელი მსოფლიო მოიცვა. დღეს აქაურობა სხვადასხვა კულტურის ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ამ სივრცეს საკუთარ გარემოდ აღიქვამენ. რა თქმა უნდა, აქ არის უზარმაზარი სანაპირო, მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული, სადაც ადამიანები მოდიან სერფინგისთვის, უბრალოდ სასურაოდ, გასარუჯად. ამ პარკსაც შეეხება. აი ესე. ეირნობენ
გატაობენ და დროს ძალიან კარგად ატარებენ. ზოგადად ეს ადგილი სასიამოვნო და არ გამოცდილებას გაძლევს. კარგ ხასიათზე გაყენებს რა. შეუძლებელია აი აქ იყო და დიოდე, აქ ცუდ ხასიათზე იყო რა. სპორტსმენების და ქუჩის მუსიკოსების გარდა ბულვარში ცნობილი ადამიანების ნახვაცაა შესაძლებელი. Where you from? We are from Georgia. We are from far Oh, away. yeah, Georgia, Yeah. Europe. Yeah, the Europe, Georgia. We are really happy to see you in here. Happy to see you all too, man. Say hi to Georgia. Hey, hi, Georgia. Y'all be cool, man. ტიპი არის, რომელიც აკეთებს ეს რავი 20 წელია კონტენტს აკეთებს და tipsy bartender. კოქტეილებს აკეთებს დიდი იმეებით, ოქია. ვანაში და აუზში და ყველგან სადაც ჩაეტევა. და დღეს არის ჩვენი ძმის დაბადების დღე. აგერ სახალხოდ ილოცავთ დაბადების დღეს. ამაზე უარეს ადგილას არ ყოფილიყავი არცა დაბადების დღეზე ზმაო. თქვენც მიულოცეთ კომენტარებში ირაკლის დაბადების დღე. კრეატიული მილოცვის ავტორს ვაჩუქებთ ამერიკის ტურს. მაგრამ არა. არ ვაჩუქებ. ბულვარი არის უზარმაზარი, ძალიან გრძელია და უამრავი ადამიანი შეირნობს. აქ არის ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, აგერ ერთი ადგილი, სადაც უნდა შევიდე და კეპი ავარჩიო თქვენთან ერთად. აქედან ავარჩიე კეპი, ნუ ავარჩიე შავი ავწუხას და travel file უნდა დავაწერო ზედ. საუკეთესო გამოსავალი. ბიჭები დავტოვე 2 წუთი, მექსიკური ამბები. მივეცი და სასწაულიაო მუიც ერთი და მეორე. ეს ისახისო კესადია ყველაზე მაგარიაო. ეს ისახის ესასასწაულიაო და ძალიან საინტერესო რაღაცას ჭამს. შემახედე ეს არის მექსიკური რამენი. მექსიკური რამენი, ანუ ამათი საქონლის ხორცი, რომელიც ბურიტოში გამოიყენება, დამარინადებული, აი ეგ არის, ცხარე соуსთან და წვენთან ერთად და ლაფშასთან ერთად. მაგარი რამეა. და მე მაქვს აი ესეთი ბურიტო. დაგვიმარჯოს. ძალიან მაგარია, ძმაო. ეს არის მექსიკური ყოლა. განსხვავება არის ჩვეულებრივსა და მექსიკურ ყოლას შორის ის, რომ ეს უფრო ტკბილია. ამის ლავაში ნახე, მობრაწულია. უბრალოდ ლავაში არ არის. ალბათ არ ელოდებით ჯერ ხან ახსნას ეს გემრიელი იყო თუ არ იყო. არის მაგარია. გემრიელის საჭმლის შემდეგ კი სანტა მონიკა პიერზე გადავინაცვლეთ. პიერი 1909 წელს აშენდა და თავდაპირველად ინფრასტრუქტურული დანიშნულება ჰქონდა. თუმცა დროთა განმავლობაში გასართობ ზონად გადაიქცა, რომელიც დღეს უკვე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ლოკაციად ითვლება. ეს ადგილი ძალიან ბევრ ფილმში არის გადაღებული, წარღვნებში, სამყაროს დასასრულებში და უბრალოდ კარგ ფილმებშიც. უამრავი ადამიანი მოდის აქ ეს განმავლობაში დასასვენებლად, საცურაოდ, დროის გასატარებლად ბავშვები მოყავთ, ატრაქციონებია ბავშვებისთვის, გარე ვაჭრობა, მომღერლები, შოუმენები, აუცილებლად სანახავი ადგილია ლოს-ანჯელესში თუ მოხვდებით. პიერის მთავარი ატრაქცია პატარა გასართობი პარკია, რომლის ფერადი კარუსელებიც ეშმაკის ბორბალთან და სხვა გასართობ ატრაქციონებთან ერთად პირდაპირ ოკეანის თავზეა აშენებული. რაც შეეხება ჩვენ შემდეგ ლოკაციას, როდეო დრაივზე ვართ, ბევერლი ჰილზი. საერთოდ სხვა რამეა. საერთოდ სხვა ხალხი, საერთოდ სხვა გემოვნება, სტილი, მოქმედება, მანერები. რა თქმა უნდა, ამას ბოლომდე ქუჩაში შეინობით ვერ არკვევ, იმიტომ რომ უამრავი ტურისტია, არ არის ძალიან ბევრი ადგილობრივი, მაგრამ საბოლოო ჯამში იგრძნობა და ყველაფერს ეტყობა, აი ეს პეცი რაც აკაურობას გააჩნია რა. ბევერლი ჰილზი ზოგადად არის ყველაზე მდიდრული დასახლება მთელს ლოს-ანჯელესში. როდეო დრაივი, კიდევ ეს არის ყველაზე მოდური ქუჩა მთელს ამ არეალში. აქ შეხვდებით როგორც ყველაზე ცნობილ მოდისახლეებს, Gucci, Prada, Louis Vuitton, Dior-ი, უკლებლივ ყველა არის წარმოდგენილი აი ამ ჩაყოლებას. ეს არის 64 შოპაჰოლიკებისთვის, ვისაც საშუალება აქვს რომ მოვიდეს და იშოპინგოს და სიამოვნოს ამ ყველაფერს. ამას გარდა უბანიც არის ძალიან ლამაზი და ადამიანებს ახლა შეიძლება არ ქონდეთ იმის საშუალება რომ გამოვიდნენ ყველამ ახლა იშოპინგოს აქ, მოდიან, შეირნობენ, აი ტიპია რა ეს ადგილი რა, ძალიან მოწ. უეჭველად სანახავი რომ ამას აღარ დავაყოლებ. Nice. ეს წამოვა სახში. არ ჩამოვრჩა ძმა, მოდი მოაჭახუნე. მცირე შოპინგის შემდეგ ლეგენდარული ჰოლივუდის ნიშნისკენ წავედით. გზად კი ბევერლი ჰილსის მდიდრული დასახლებების გავიარეთ. ბევერლი ჰილსში მივდივართ ახლა რა გზაზე, არანორმალური სილამაზეა. აღა ვამბობდით რომ მე ამაზე ლამაზი დასახლება და უბანი არ მინახავს არსად არა. ქალაქში თუ ერთი ადგილი მექნებოდა ასარჩევი, სად ვიცხოვრებდი, დედამიწაზე, აი აქ ვიცხოვრებდი. ბოლოს წინა სპოტი რაც გვაქვს, ეს არის ჰოლივუდის ნიშანი. ეს არის ადგილი, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ამოდის, იღებენ ფოტოებს და შემდეგ პროფილის ფოტოებს ანახლებენ. ეს ყველაფერი რეალურად ესე გამოიყურება. ხოლო რაც შეეხება ფონს, აი ჰოლივუდის ნიშანი არის იქით. კარგად თუ მიაზუმავ, აი ფოტოც გამოდის. საღამოსკენ ვართ უკვე მზე ჩადის, შესაბამისად აქ ბევრი ხალხი აღარ არის, თუმცა დღის განმავლობაში ესე 10 წუთით, 15 წუთით ძალიან ბევრი ადამიანი ამოდის და რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესში მოხვედრისას ეს არის ერთ-ერთი must see place ტურისტებისთვის. და კიდევ ჩემი საყვარელი რაღაც ხდება, ხილი და ბოსტნეული ესე ცივად, ყინულში შენახული იჭრება, აი ამ დიდ ჭიქაში გილაგებენ და მერე გემრიელად ახრამუნებ. ჩვენთან რატო არ არის და ძალიან კაი ბიზნესი იქნებოდა. დღის ბოლო ლოკაცია კი ლოს-ანჯელესის ყველაზე სიმბოლური ადგილი, Hollywood Walk of Fame-ია, რომელიც
რომელიც პირდაპირ ჰოლივუდის გულში მდებარეობს. ამ ქუჩაზე კინოს, მუსიკის და შოუ ბიზნესის ისეთი წარმომადგენლების ვარსკვლავებს შეხვდებით, რომლებმაც სხვადასხვა ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. მოვიტოვეთ ტკბილილუკმა ბოლოს. გავისეინებთ ახლა დიდების K1-ში თუ არ ვიცი, რასაც ეძახიან. Hollywood Walk of Fame. უამრავი ვარსკვლავია, ძალიან ბევრი სახელს იცნობ, ძალიან ბევრისას ვერ იცნობ. აქ არიან მომღერლები, მსახიობები, კინორეჟისორები, პროდიუსერები, ის ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს მსოფლიო კინემატოგრაფიაში და სიმღერაში. აგერ ჰოლივუდში ვიპოვეთ, იყიდება ფული ფულად. მიშკა, რამდენს ყიდულობ ძმაო? ეგ იქნება ერთი რამდენი? სტოტიში გინდა რომ იყიდო რამდენად? 30 ერო? რამდენს გეუნებოდა? 20-ო დააკლო. და ძმას აქ აგერ ერთი ჩემოდანი ფული აქვს მოდაილი. ამ დღის დასრულება კი უგემრიელესი სტეიკებით გადავწყვიტეთ. Wow. Wow. It looks delicious. Thank you so much. ჩემი სტეიკი ისეთ ვიძეა და არც შენია ნაკლებზე ძმაო არაფრი. გამომცხარ კარტოფილთან ერთად. რავი ძმაო, სერიოზული. ირაკლის აქ შეკვეთილი უბრალოდ მაკარონი მარილიან წყალში მომიყარჭე და არ მეტი არაფერი. ხალხო შეგერგოთ, მოდი. ჩვენ გავგვიმარჯოს და საღამოშიდობის ყველას. შემიძლია შევაფასო და ვთქვა რომ ძალიან კაინი იყო სტეიკი. მე არაფერი ვარ დაამატო, соусები და რაღაცები ვარ დაამატო, სუფთად ხორცი რო გასინჯო. ჩვენიერი. ჩვენ ძალიან კაია. შეგერგოთ, მაო. დამსახურებული რვიანი 10-იანი და სტეიქ-ჰაუსის ახლა სერიოზული ციფრი არის. რვიანი. ეხლა შევჭამ, გვაცადეთ. ჰოლივუდის ნიშანი და დიდების ხეივანი ლოს-ანჯელესს კიდევ უფრო მიმზიდველ ქალაქად აქცევს მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ცნობილ LA-ში მსახიობობისთვის, მუსიკოსობისთვის ან უბრალოდ უკეთესი ცხოვრებისთვის ჩამოდის. მაგრამ ამ ქალაქს კიდევ ერთი სახე აქვს, რომელსაც ჰოლივუდის ფილმებში იშვიათად ნახავთ. მაღალი ქირა, სამუშაოს დაკარგვა, ნარკოდამოკიდებულება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ცხოვრების დაუნდობელი სიძვირე. რამდენიმე არასწორი ნაბიჯის კი საკმარისია კარავში აღმოსაჩენად. ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე სკიდროუ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უსახკარო უბნად ითვლება. ათასობით ადამიანი კარვებში ცხოვრობს, პირდაპირ ცათამბჯენების ჩრდილში და ისინი ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქში ხდება. ქალაქში, რომელიც წარმატების სიმბოლოდ ითვლება. სწორედ ამიტომ ლოს-ანჯელესი ბევრისთვის ამერიკული ოცნების დედაქალაქია, მაგრამ სხვებისთვის ადგილი, სადაც ეს ოცნება საბოლოოდ დაინგრა. ჩვენი შემდეგი დღის მთავარი ლოკაცია კი უკვე კარგად ნაცნობი Universal Studios თემატური პარკია. Universal Studios რო არც ერთ ლოკაციაზე არ ვტოვებთ და სადაც მოხვდებით, ყველანი მივდივართ, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. ეს იყო ჩემი პირველი Universal Studio თავის დროზე ჰოლივუდის და ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ ისეთი ატრაქციონებია, რომელიც ბევრი სხვაგან არ არის. Universal Studios პარკი ამარხზე იაპონიის მოგზაურობის ვიდეოში უკვე იხილეთ, თუმცა ეს კონკრეტული ბევრად განსხვავებულია. Universal Studios ჰოლივუდი ამ ტიპის პარკებში პირველია და მისი მოქმედი კინოსტუდიით გამოირჩევა. აქ სტუმრობისას სწორედ იმ ადგილებში გიწევთ გავლა, სადაც დღესაც იღებენ ფილმებს, სერიალებს და შოუებს. ეს ნიშნავს, რომ გარემო არა მხოლოდ გრანდიოზული დეკორაცია, არამედ რეალური სამუშაო პროცესის ნაწილია. სიმსონების სამყაროში ვართ, მეგობრებო. რამხელაც არ უნდა ვიყო, მაინც ყოველთვის ბედნიერი ვარ ამ პარკში მოსვლით და რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ ავხსნი, რომ ეს არის უფროსების დისნეილენდი. Super Mario, ორი სახელითაა წარმოდგენილი. ამერიკაში არის Super Mario, აზიაში არის Nintendo World. რო გახედოთ ახლა სივრცეს. ეს არის ბავშვობა, სადაც გავიზარდეთ. კიდევ დეტალში ზუსტად ის სივრცეები და ის ყურებია გამოხატული, რასაც გავდიოდით ხოლმე და რასაც ვთამაშობდით. ძალიან ბავშვური გამოსვლილებაა. ეს არის ატრაქციონი და ზოგადად სივრცე, სადაც ბავშვებზეა სუფთა გათვლა გაკეთებული. რა თქმა უნდა, თავისებურ ნოსტალგიას და ბედნიერებას მაინც განიჭებს ახლა ეს სივრცე. ვისაც ექნება იმის საშუალება, რომ აქ მოხვდეს, აუცილებლად უნდა შემოვიდეს ამ სივრცეში და დაათვალიეროს ეს სილამაზე ხა, აქ რაც არის. იურული პერიოდის სამყარო Universal Studios ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სივრცეა. აქ შესვლისთანავე გარემო ვიზუალურად იცვლება. ტროპიკული მცენარეები და სპეციფიკური ხმოვანი ეფექტები ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც ფილმებიდან უკვე კარგად ნაცნობია. სივრცის ყველაზე საინტერესო ნაწილი ნავით გასეირნება, რომელსაც ვიზიტორი ეტაპობრივად გადაყავს ქაოსურ გარემოში. როგორი იყო? იურულ პარკთან ერთად აქ არის ტრანსფორმერების სამყაროც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური სიმულატორი და საუკეთესო სანახაობა ამ ფილმის მოყვარულებისთვის. აქვეა მინიონების სივრცეც. ეს არის დიდი გასართობი ზონა, რომელიც მინიონების პარკის ზუსტი ანალოგია, სადაც მოძრავ პლატფორმაზე ჯდომისას უზარმაზარ ეკრანზე თავბრუდამხვევ თავგადასავალში ეშვები. ბოლოს კი ჰარი პოტერის სივრცე, რომელიც Universal Studios ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და გამორჩეული ნაწილია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ Universal Studio-ში ვიზიტისას ჰარი პოტერის სივრცე ბოლოსკენ მოვიტოვოთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება მთელს Universal Studios პარკში. ეხლა შემოვედი და ჰოგვარტსის სასახლისკენ მივდივარ, სადაც ყველაზე გარ ატრაქციონზე დავждდებით. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრჯერ ვარ აქ ნამყოფი და ბევრჯერ გამომისდია ეს სიამოვნება, ყოველ ჯერზე მაინც იგივე ემოცია მეუფლება.
ჰარი პოტერის სივრცე უნივერსალ სტუდიოში ერთ-ერთ ყველაზე დეტალურად დამუშავებულ და ატმოსფერულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც ვიზიტორი პირდაპირ ხვდება ჰარი პოტერის სამყაროში. ეს ზონა შექმნილია მაქსიმალური ვიზუალური სიზუსტით. არქიტექტურა, ტექსტურები, ხმოვანი გარემო და მცირე დეტალებიც კი ზუსტად იმეორებს იმ ადგილებს, რომლებიც ფილმებშია ნაჩვენები. ყველაზე მაგარი მომენტი რა არის, იცი? ეხლა ხო მივდივართ, გზაში ხო ვარ. ეხლა ეს შთამბეჭდავია და ძალიან ეფექტური არის ეხლა ეს ჰარი პოტერის ოფელი. 20-მდე დაითვალე და მარცხნივ გაიხედე მერე. ისი უდიდებულესობა ჰოგვარტსი. თემატური სივრცეების დათვალიერების შემდეგ უნივერსალ სტუდიოს კვების ობიექტსაც ვესტუმრეთ. კლასიკური ამერიკული დაინერი. უკეთავ ბურგერები, ლუდი, ამბავი, ყოლა და სასმელების რიფილი და დაინერის სტილი. დასაჯდომი ასწორებს რა. მაგარია დაინერი. Universal სტუდიაში ვიპოვე. ჩემი საყვარელი პიკულის ბრენდი. ამას აქ ძალიან ბევრი ნაირსახეობა არის, წყარე არის, გავი არის, ისეთი თუ ერთი საერთო სახეობაა, მაგრამ ძალიან გემრიელია. ამ წელს დალევ ყველა მაიღო ვაფშე, აირი. აუ რამჟავია, მაგრამ ესო. წაში კონდეთ, წახვილიდან გამოგიყვანთ ეგრევე. როგორია? მომაგარია. გაგვიმარჯოს. აიღეთ? აბა. შენც აიღე, გასინჯე, მაგრამ მაინტერესებს რეაქციები. აი, თანაღო ეგრე. გასართობ სივრცეებთან ერთად პარკის მეორე მხარეს ჰოლივუდის ფილმების რეალური გადასახები მოედნებია. ეს არის იგივე კომპლექსის ნაწილი, უბრალოდ მკაცრად კონტროლირებადი ზონა. სტუდიის ტერიტორიაზე განთავსებულია ათობი დახურული პავილიონი. დიდი ინდუსტრიული ტიპის შენობები, რომლებიც გარედან საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა შიგნიდან სრულიად მოულოდნელი გარემოა შექმნილი. ამ პავილიონებში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სცენის გადაღება. სწორედ ეს სივრცეები არის კინოინდუსტრიის ბირთვი, სადაც ხდება ის ყველაფერი, რაც ეკრანებზე საბოლოო პროდუქტად გვხვდება. ეს არის Universal Studios stage-ები, სადაც ხდება დაგეგმარება, გადაღება და საბოლოო ჯამში ჩვენამდე მოდის უკვე გამზადებული ფილმები. ეს გამოიყურება stage-ები გარედან. ეს არის 34, 31, 32 უზარმაზარი სივრცე არის, სადაც ეს ყველაფერი იგეგმება და ხდება გადაღება. ქალაქები, სადაც იღებენ სხვა შოუებს, ფილმებს. Ну, რეალურად თუტლი არია, მაგრამ საბოლოო ჯამში აქზე მონტაჟდება და კეთდება ყველაფერი, რომ აი ნახე ჯიმი ფელონის ერთ-ერთი ეპიზოდი აქ არის გადაღებული. მეგონება რომ ქალაქში არიან, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი აი აქ არის გადაღებული. აი ეს კონკრეტული ფილმი ვინც ისი გადაღებულია აი ამ სივრცეში. ყველაფერი ინსტალაციებია, აშენებულია. იმისათვის რომ ფილმი გადაეღო. ეს არის ერთ-ერთი ახალი სტეიჯი. აი ყველაფერი მოწყობილია ყველაფერი სან-ფრანცისკოს მეტროს სადგურის სტილში და ამ წელს მიმდინარეობს ამ კონკრეტულ ადგილას გადაღებები. არ ვიცი რა ფილმი იქნება, თუმცა სავარაუდოდ ვიცნობ. საღო. თელი მანქანა ჩამოვიდა დაბლა, ნახე. აგრები არიან, ამათია რა ყველაფერი. დაო, რა მაგარია, ბიჭო. და ვითომ არაფერი, ერთ წამში ყველაფერი ავაგდა და დაწუხავდა. ნებისმიერი რაღაც გადაღება შეუძლია. გასაგებია, რომ გრაფიკა ამ დღეს შეიძლება ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ისე ხარ ამ წუთას ერთ პატარა სცენაში ვნახეთ, რომ კერი გზა ჩამოვიდა მანქანა, მეტრო შემოვარდა, შემოეხეთქა. მაგიტოა ჰოლივუდი, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ხარისხირება აქვს. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო. განათების ხმის და ვიზუალის კონტროლით ამ სივრცეებში ამინდის შეცვლა და ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევაც კი შეიძლება. დააბნელეს, აწვიმეს. What is that? და წყალდიდობა აუ რაღა დაობა ბიჭო შეხედე ცა წყალდიდობა გაიჩნდა ალი როგორ ჩადი შეხედე იქიდან ჩამოდის ეს არის ნამდვილი თვითმფრინავი სტივენ სპილბერგის ფილმში თვითმფრინავის კატასტროფაზე ძალიან მაგარი სანახავია შამბეჭდავი სანახავია ხა ეს ყველაფერი ძალიან შამბეჭდავია ყველაფერი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს კულტურა შენარჩუნდება და ყველაფერს ხელოვნური ინტელექტის მიერ გადაღებული დამონტაჟებული და შექმნილი ფილმები არ ჩაანაცვლოს Universal Studios უნიკალური სივრცე არც ერთი ასაკის ადამიანს დატოვებს გაოცების გარეშე ისევე როგორც ლოს-ანჯელესის მთავარი ქუჩა ბევერლი ჰილსი რომელზეც გასეირნება კორვეტით გადავწყვიტეთ მაიყვანა ეს ფერადი კორვეტი და გამოვედით ბევერლი ჰილსში. ეს არის ყველაზე ლამაზი ჩაყოლება თავისი პალმებით და თავისი ხეივანით. ლამაზი და ყველაფერი. თუ არ გამიტან ძმა
ჯიგარი იქნები. გამოვედი რაღაცებს იღებს და ბარემ გაჩვენებ. აი ამ ლამაზ უბანს, ეს არის, რა ვიცი, ალბათ ყველა ადამიანის საოცნებო ქუჩა, სადაც აქ თუ იცხოვრებ, ესე იგი რაღაცა შეძელი, გაიმარჯვე ალბათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ულამაზესია, ყველაზე პრესტიჟულია. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი უბანია, რაც კი სადმე ოდესმე მინახავს. ბევერლი ჰილსის ქუჩები ამერიკაში მოგზაურობის ბოლო და ყველაზე ლამაზი ფურცელი იყო. სან-ფრანცისკოს ციცაბო ქუჩებიდან დაწყებული ვეგასის ქაოსით გაგრძელებული და ლოს-ანჯელესის კინემატოგრაფიულ რეალობაში დასრულებული, თითოეული ქალაქი თითქოს საკუთარ ვერსიას გვიყვებოდა ერთსა და იმავე ქვეყნის შესახებ. ამერიკა ერთდროულად არის კონტრასტი და ერთიანობა. ადგილი, სადაც ტექნოლოგია, თავისუფლება, შოუ, ისტორია და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთში ისეა შერეული, რომ ვერც კი ხვდები სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე. და ბოლოს, როცა ყველაფერს ერთად უყურებ, ხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობა ქალაქებში. ეს არის მოგზაურობა იმ იდეაში, რომელსაც ამერიკა ჰქვია. და თუ გსურთ, რომ აღმოაჩინოთ უფრო მეტი და საინტერესო ადგილი ტურისტთან ერთად, გამოიწერეთ TravelFiles არხი და დაელოდეთ მომდევნო ლოკაციას.